Capcom-ი წარმოგიდგენთ. რეჟისორები: კაზუნორი კადოი, იასუჰირო ანპო. წამყვანი ანიმატორები: მასატო მიაძაკი, იუკი იანაგიმოტო. არტ დირექტორები: გეზ ფრაი, სატოში ტაკამაცუ. წამყვანი მხატვრები: იოსუკე იამაგატა, იოში ცუგუტანაკა, ჩიკაკო კოჯიმა, იოშიკი ადაჩი, იუკაჩი, მასანარი მურაკამი. თამაშის წამყვანი დიზაინერი: ჰიდეჰირო გოდა. თავარი პროგრამისტი: მასატოში ფუკაძავა, აუდიო რეჟისორი: კენტარო ნაკაშიმა. პროექტის მენეჯერი: ტაცუო ისოკუ. პროდიუსერები: იოშიაკი ჰირაბაიაში, ცუიოში კანდა. აღმასრულებელი პროდიუსერი: ჯუნ ტაკეუჩი. გახმოვანებულია ზი ლეგიონ ორიგინალის მიერ. ბოროტების სავანე. მოგესალმებით Raccoon City-ში. სიუჟეტის მთხრობელია Video Games Lab. ჯივირუსი თვალხედვის არეშია. შევდივართ. დოქტორ ბირკინ, უნდა გამოყვეთ და ჩუმად. გონია არ ვიცოდი რომ მოდიოდი. ეს ჩემი ცხოვრების სამუშაოა. არაფერსაც არ მოგცემთ. ჩვენ ორდერი გვაქვს დოქტორ ბირკინ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. შეწყვიტეთ სროლა. რა ჯანდაბაზე ფიქრობდი? ჩვენი ორდერი იყო რომ ცოცხლად წაგვეყვანა. შიგნით ვარ წერ, მაგრამ შეფერხება გქონდა. სამიზნემ წინააღმდეგობა გაგვიწია, ამიტომ მისი ლიკვიდაცია მოგვიხდა. სწორია ბატონო. გასაგებია, მაშინ მხოლოდ ნიმუშები. წავედით. ეს პანდემია თანამედროვე ისტორიაში ნებისმიერ დაავადებაზე სწრაფად თქვენ გავრცელდა. დაუყოვნებლივ უნდა დაიშალოთ. გაბრაზებული ბრბო დახეტიალობს ქალაქში და შენობებს წვავს. ხელისუფლება დღეს ღამით კიდევ უფრო მეტი არეულობისთვის ემზადება. ცეცხლი იწვის. არიან ადამიანები, რომლებიც გონდაკარგული იყვნენ. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აშიშის ქვედა შუადასავლეთის. ოფიციალურად ვერ ვიტყვით თუ. ერთგულება, პატიოსნება, გულწრფელობა. ეს არის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც ქმნის საფუძველს Umbrella Corps-ისთვის. სწორედ ეს საფუძველი გააგრძელებს ყველა ჩვენგანისთვის ნათელი მომავლის მშენებლობას. ბოროტების სავანე. მოგესალმებით Raccoon City-ში. გახმოვანებულია ზი ლეგიონ ორიგინალის მიერ. მოვლენები Resident Evil 3-ში ვითარდება არკლეის ტყეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. პარალელურად Resident Evil 2-ის სიუჟეტთან ერთად. ჯილი ცდილობს ზომბებით სავსე ქალაქიდან თავის დაღწევას. ხვდება თავის ყოფილ კოლეგას, Brad Vickers, Stars-ის პილოტს. თუმცა მოულოდნელად თავს ესხმის ნემეზისი. ნემეზისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბიოორგანული იარაღი, სპეციალურად გამოგზავნილი იმ რამოდენიმე გადარჩენილი Stars-ის წევრის გასანადგურებლად, რომელიც სასახლის ინციდენტის უშუალო მონაწილენი და კორპორაციის ექსპერიმენტების მოწმეები იყვნენ. ჯილი მოახერხებს ნემეზისისგან გაქცევას. განყოფილებაში გამეფებულია ქაოსი, ყველა კუთხეში ზომბებია და მკვდრები. გადაწყვეტს, რომ ტრამვაი სადგურისკენ წავიდეს. გზა დანადგურებს უამრავ ზომბს და მუტანტს. თან დაუღალავად უწევს გაიქცეს ნემეზის, რომელიც მას შეუჩერებლად მისდევს. ამასთანავე ჯილი იგებს, რომ ამბრელამ ქალაქში გადმოსხა სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფი UBCS, ანუ ამბრელას ბიოუსაფრთხოების საწინააღმდეგო სამსახური, რომელიც თითქოს მოსახლეობის ევაკუაციისთვის იყო გამიზნული. თუმცა მათი უმეტესობა
უმრავლესობა უკვე მკვდარია და ქალაქი სრულიად უკონტროლო გახდა. ჯილი შეხვდება ერთ-ერთ ამ დანაყოფის წევრს, კარლოს ოლივიერას. კარლოსი, რომელიც ჯერ კიდევ არ ფლობს ინფორმაციას ამბრელას პასუხისმგებლობაზე, ეხმარება ჯილს ნემეზისისგან გაქცევაში. მალე ჯილი ერთიანდება სხვა გადარჩენილი დანაყოფის წევრებთან, მიხაილ ვიქტორთან და ნიკოლაი ზინოვიევთან.